მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, 18 სექტემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 7 ივლისს საქართველოს ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ამერიკული ლობისტური ფირმის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს 360,000 აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმებას. შეთანხმება ითვალისწინებს ენომოს დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში. ამერიკულ მხარესთან ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობას. ცოტა არ იყოს დამაბნეველია ძვირფასო მეგობრებო ამერიკის მხრიდან თანხის გამოყოფა პარტიის მიმართ, რომელიც საერთოდ აღებულობს არჩევნებში მონაწილეობას და მას ნომერიც კი არ გააჩნია. თუმცა ეხლა მოკლედ გეტყვით თუ სად მარხია ძაღლის თავი. ალბათ ბევრი ჩვენთაგანი აწყდება სოციალურ ქსელებში დაანონსებულ რევოლუციებს ჩვენი გულანთებული პატრიოტებისგან. ხოლო რევოლუცია ფულის გარეშე ვერ შედგება. ფაქტია, რომ დასავლეთმა რევოლუციისთვის ფულის რაღაც ნაწილი ენომოს ანდო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ ფულს ენომოს ლიდერები თვითმფრინავშივე გაინაწილებენ და 4 რიცხვში რუსთაველზე კრებად არჩება მხიარული. აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ მათ რიგებში დგას გუბაზმა ლადოიც. მისი გამწყნებული სახის გამომეტყველებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მან იმ მომენტში 360,000 შესახებ შეიტყო. მამის მიერ მიზანში აღებულ მილიონს ნაბიჯ-ნაბიჯ მისი ძე უახლოვდება. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.